დღემშვიდობისა ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველას ჩემო ძვირფასებო ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, თქვენი აზრების გაზიარებისთვის. აი უღრმესი მადლობა ყველას. თქვენთან მოვედი ახლა ესეთი საჯარო თემით, რაც ამოვა ქვემოდან ჩემო მეგობრებო, იმის და მიხედვით გავაკეთებ საჯარო გაშლას. აი რაღაც ტკივილი, აი ურთულესი სიტუაცია, რთული სიტუაცია. აი მოდი გავაკეთოთ ახლა ამასთან დაკავშირებით. თუ რა რთული სიტუაცია გაქვთ და ამ ყველაფრის გამოსავალი რა გაქვთ, რა რჩევას მოგცემთ სამყარო ამასთან დაკავშირებით. აი თქვენი ურთულესი სიტუაცია დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და ეხლა გავარკვიეთ რა არის ის დიდი რთული სიტუაცია, რაც თქვენ ძალიან დიდ დისკომფორტს გაძლევთ და რა არის ამის გამოსავალი. ჩემო მეგობრებო, ჩაიფიქრეთ საკუთარ თავზე, დაასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და მე დავიწყებ ეხლა თქვენი დახასიათებით და თქვენი რთული სიტუაცია არის ფინანსებზე და ურთიერთობაზე. ნუ ვის როგორ. თქვენ ხართ ეხლა ისეთ ენერგიებში, რომ აი გაქვთ ფინანსური პრობლემები, გინდა ამ ფინანსური პრობლემების გაუმჯობესება თითქოს რაღაც მანიპულაციებით, თითქოს რაღაც ურთიერთობის სარგებლობით, ანუ თქვენ თვლით, რომ თუ კი ურთიერთობაში იქნებით, იმ შემთხვევაში ყველანაირ პრობლემას დააძლევთ. ჩემო მეგობრებო, და ძალიან დიდ ბრძოლებში ხართ ამასთან დაკავშირებით საკუთარ თავთან. კიდევ რა ენერგიებში ხართ? კი, ეხლა ხართ ბალანსი, დაბალანსების პერიოდში. ბევრ თქვენთაგანს რაღაც სიტუაციიდან წასვლა უნდა, ან ქვეყნიდან წასვლა გინდათ, გამგზავრება გინდათ, დასვენება გინდათ, თუ სადღაც ადგილმდებარეობის შეცვლა გინდათ და ამისთვის ბრძოლობთ. კიდევ როგორ ენერგიებში ხართ? ამ ყველაფერს თქვენ გულის ტკივილს არავის არ ეუბნებით, თუმცა ბრძოლობთ სიახლეებისთვის და ისევ ურთიერთობაზე საუბრობს, ურთიერთობაზე, სადაც გაქვთ ძალიან მიჯაჭულობა. ეს არის ჩემო ძვირფასებო, აი იცით როგორი სიტუაციაა, აი არაჯანსაღ სიტუაციაში და ვიბრაციებში ხართ ეხლა და ეს თქვენთვის არის სრულიად მოულოდნელი, რამაც შეგიყვანათ დანაკარგებში. აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით ჩემო მეგობრებო, თუ კი ემთხვევა თქვენს, მოდი ასე დავარქმევ დიაგნოსტიკას, გავაგრძელოთ ყურება და მოსმენა. რა არის ის სიტუაცია ეხლა რაშიც იმყოფებით? და როგორ უნდა გამოხვიდეთ აქედან კარტის რჩევით, მეგობრებო, ეხლა გავარკვიოთ, რაც გიქმნით დისკომფორტს. კარგით და დავიწყოთ. რა ხდება თქვენთან? რა არის ის რთული სიტუაცია? აი ისევ ფინანსები. რაც გიბრკოლებთ თავისუფლებას, რაც გიბრკოლებთ მომავალს და რაც გიბრკოლებთ რაღაცნაირად მეგობრებო გძაბავთ ძალიან სულიერად. რა არის ის რთული სიტუაცია? ბევრ თქვენთაგანთან არის კიდევ ადამიანი, რომელიც წასულია, თუ კი ოჯახიდან წასული ხართ. მე არ დავკონკრეტდები ეხლა ვინ მიყურებთ, მამაკაცი თუ ქალბატონი, მაგრამ არის ოჯახზე საუბარი, ოჯახზე, სადაც ბევრი ბრძოლა გიწევდათ და ოჯახზე, სადაც ეხლა მეგობრებო, ფიქრობთ, რომ ბევრი თქვენთაგანი შენარჩუნებაზე ფიქრობს, როგორ შეინარჩუნოს ეს ოჯახი, როგორ იმუშაოთ ამ ურთიერთობაზე, როგორ დაიბრუნოთ ეს ურთიერთობა თუ რაღაც მსგავსი, იმიტომ რომ ძალიან გულნატკენები ხართ, ძალიან ჩახმალულები ხართ, ჩახანჯლულები ხართ მანიპულაციებით, ადამიანის მანიპულაციებით, რომელიც წასულია თქვენგან, ან წასვლა უნდა თქვენგან და აქ არის ძალიან ბევრ ტყუილებზე საუბარი. ჩემო მეგობრებო, მომიტევეთ ესეთი რთული სიტუაცია გაქვთ კი ბატონო და თემაც ჩვენი ესეთია. აი, ჩვენი თემა მეგობრებო. კიდევ რა არის ის რთული სიტუაცია? რა არის კიდევ თქვენი რთული სიტუაცია? ურთიერთობა, რამაც შეგიყვანათ დანაკარგებში და ურთიერთობა, რომელიც დაკარგეთ. სამკუთხედებით, მეგობრებო, თქვენ იმყოფებოდით სამკუთხედებში, ან იმყოფებით სამკუთხედში, სადაც ეხლა ცდილობთ ამ ურთიერთობის გადარჩენას, მაგრამ აზრი არ აქვს, თქვენ ასე თვლით, რომ აზრი არ აქვს. მე მგონი თქვენც უკვე ხვდებით, კი ხართ მესაკუთრეები და კი ფიქრობთ ამ ყველაფერს და კი უთვალთვალეთ და კი აკონტროლეთ ამ ყველაფერს, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ ვერაფერს ვერ ახერხებთ ამის გარდა და ამის იქეთ. კიდევ რა სიტუაცია გაქვთ ესეთი კიდევ? ფინანსები, დაკარგული ფინანსები, ბევრმა ფინანსები დაკარგეთ, სადღაც თითქოს რაღაც ჩადებით ენერგია და ფინანსები დაკარგეთ. ეს იყო თქვენთვის მოულოდნელი დანაკარგი, რომელსაც არ ელოდით.
ეს შეიძლება იყოს მამაკაციდან ან ქალბატონიდან, თქვენი პარტნიორიდან გამოწვეული დანაკარგები, რომელიც იყო უცაბედად. კიდევ რა სიტუაციაში ხართ? გინდათ რომ რაღაც თქვენი ცხოვრება შეცვალოთ უკეთესობისკენ და გინდათ რომ დამშვიდდეთ. აბატონო, გინდათ რომ იმყოფებოდეთ, ფიქრობთ ურთიერთობაზე, ფიქრობთ ამ ურთიერთობაზე, ბევრი თქვენთაგანი ფიქრობს ურთიერთობა, რომელიც დაიშალა და ურთიერთობა, რომლის შემდეგაც ამ დანაკარგის შედეგად აი რაღაც დაკარგეთ ძალა, დაკარგეთ ფინანსები, აი დაგეკარგათ ფინანსები, ან ფინანსური წყარო დაგეკეტათ, ჩემო ძვირფასებო, კიდევ რა ხდება თქვენთან? კი. და ნერვიულობთ ამის გამო, თუმცა გინდათ გამოასწოროთ ეს შემოსავალი წყარო და ურთიერთობაზე გადასარჩენად მხოლოდ თქვენ ფიქრობთ მეგობრებო, აი იხსენებთ წარსულს და არ გინდათ რომ ეს რთული სიტუაცია გაუშვათ, ეს ურთიერთობა გაუშვათ. აი გამოხვიდეთ ამ რაღაც სასწაულის სიტუაციიდან, ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ მეგობრებო. აი ჩვენი დღევანდელი თემაც და აი თქვენი უძილობაც. კამათი ჩხუბი გაუგებრობა და უკან არიხებთ არაფრისთვის რომ ეს ყველაფერი შეინარჩუნოთ. აი ბრძოლობთ, კამათობთ, თქვენ პარტნიორთან კამათობთ, ოჯახში კამათობთ, ყველაფრისთვის კამათობთ, უღონდ ეს ყველაფერი შეინარჩუნოთ, ბრძოლობთ ბოლომდე რო იტყვიან. თუმცა გეუბნებით რომ თქვენ გჭირდებათ დასვენება. თქვენ თუ არ დაისვენეთ მეგობრებო, ამ ყველაფრიდან გამოსავალს ვერ იპოვით, მაგრამ თუ კი დაისვენებთ, მე გეუბნებით რომ თქვენ იპოვით ბალანს და აი თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან, აუცილებლად გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ოღონდ უნდა დაისვენოთ ცოტა, გონებაც დაასვენოთ, სხეულიც დაასვენოთ, ფიქრებიც დაასვენოთ მეგობრებო და დააბალანსოთ თქვენი შინაგანი სამყარო, გამოხვიდეთ ამ მიჯაჭულობიდან, ყველაფრიდან, გადახვიდეთ ტრანსფორმაციაში და თქვენ ამ ყველაფერს დააღწევთ თავს. კარგით, მოდით კიდევ რა არის თქვენი გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან? კიდევ რა არის ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი თქვენთვის? კიდევ რა რჩევას მოგცემთ სამყარო? აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და თქვენ ამით გაიმარჯვებთ. ჩემო ძვირფასებო, 2 კარტი ამომივარდა. თქვენთვის ახლა ეს ყველაფერი გაუგებარია და თქვენთვის რაც გაუგებარია გაგდებთ, აი ესეთ გამოუვალ სიტუაციაში, ასე რომ მიანდეთ სამყაროს. და ყველაფერი დალაგდება. თქვენ გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ იმასთან დაკავშირებით, რომ გადაერთოთ მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქროთ, საკუთარი თავის სიყვარულზე იფიქროთ და საკუთარ თავს არ მოაკლოთ არაფერი. დანარჩენი ყველაფერი უნდა მიანდოთ უფალს. ამ შემთხვევაში გამოხვალთ ამ რაღაც კატასტროფული სიტუაციიდან. კიდევ რა რჩევა? კი, თქვენ გაქვთ ისეთი პრაქტიკული ცოდნა, თქვენ ამის ძალად შეგწევთ, ჩემო მეგობრებო, ასე რომ საკუთარ თავს ნუ ეწინააღმდეგებით. აი სიმშვიდე მოგიტანთ სტაბილურობას, სიმშვიდე მოგიტანთ თქვენი ბედის, ბორბალის დატრიალებას უკეთესობისკენ და თუ კი თქვენი პრობლემა არის პარტნიორი, ეს პარტნიორიც ამ ყველაფრის შემდეგ თქვენსკენ მოbrunდება, ჩემო მეგობრებო, სხვანაირად ვერა და არა. ამას არ ელოდოთ, ასე რომ სანამ საკუთარი თავის ფას არ ისწავლით, სანამ არ გადაერთვებით საკუთარ თავზე, სანამ არ ასიამოვნებთ საკუთარ თავს მეგობრებო, მანამ ვერ გამოხვალთ ამ დაპაუზებული სიტუაციიდან და აი ნახეთ თქვენი, რასაც ევედრებით უფალს, აი თქვენ ეს ყველაფერის ამ ყველაფერს თუ არ შეასრულებთ, საკუთარ თავზე არ იზრუნებთ, თქვენ ამ ყველაფრიდან ვერ ამოხვალთ კიდევ კარგახანს. ასე რომ ეს რჩევა უნდა გაითვალისწინოთ. რამდენადაც ადრე გაითვალისწინეთ ამ ყველაფერს, ჩემო ძვირფასებო, იმით უფრო ადრე მოგიგვარდებათ თქვენი პრობლემები, ფინანსურიც, ურთიერთობაც დალაგდება, დაბალანსდებით თქვენ თვითონაც და ყველაფერი წავა უკეთესობისკენ. კი ბატონო, აი მეგობრებო, ამ ტყუილებიდანაც გამოხვალთ და მოკლედ რო იტყვიან ბოლო, აი თქვენ სიყვარულამდე მიხვალთ, გექნებათ ძალიან ბევრი შემოთავაზებები, ეს თუ კი შეეხება სამუშაოს, ფინანსებს, ძალიან ბევრი შემოთავაზებები გექნებათ, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, იზრუნეთ და იმსჯელეთ და იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ თავისთვის, იშრომეთ საკუთარი თავისთვის და იმუშავეთ საკუთარ თავთან, რაც ძალიან მალე მოგიტანთ ძალიან კარგ შედეგებს. მე კი გელოდებით კომენტარებში. მადლობა ყველას.